მოგესალმებით. ვიცით გადაცემას რა გითხრათ ის გაგახაროთ. გადაცემა სადაც თქვენი ხილავთ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს და გარემოს მოდელირებების და მსგავსი ღონისძიებებით დაინტერესებულ და სახელგანთქმულ ახალგაზრდებს. ჩვენი პირველი სტუმარი იქნება პეტრე ლაბარტყავა. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. პეტრე ლაბარტყავა არის სახელგანთქმული არა მარტო საქართველოში, საზოგადოებრივ საერთაშორისო მოდელირებებზე იყო გამარჯვებული რამდენიმეჯერ. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ ერთი-ორი ისტორია ძალიან მოკლედ ამასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რაც შეეხება პირველ გამაში მიმონაწილე დიდი ალბათობით 2 წლის წინ ვიყავი მილანის საერთაშორისო გაეროს მოდელირების საერთაშორისო ძალიან სახელგანთქმული არის. თითქმის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არის, სადაც პირველად შევიძინე ესეთი გამოცდილება საერთაშორისო სკოლის დელეგატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხოლო ესეთი მეორე საინტერესო ისტორია არის შვედეთში. ცოტა ხნის წინ ვიყავი და წარმოადგენდი ძალიან სპეციფიურ ქვეყანას, გაიანას, სამხრეთ ამერიკაში ამ შემთხვევაში თან უშიშროების საბჭოში. და შესაბამისად ძალიან რთული იყო შეწინააღმდეგება ძლიერ ქვეყნებთან, როგორც თქვენ ხედავთ. ეს იყო სხვადასხვა საინტერესო გამოცდილება. როგორც ვიცი, ასევე დილიჟანშიც იყავით თქვენ. და გამარჯვებულიც იყავით, თან ძალიან რთულ იმაში კომიტეტში. ხო, სხვათაშორის UWC დილიჟანში იყო ეს მეორე გამოცდილება ეს საერთაშორისო ასპარეზზე. სხვათაშორის ძალიან ისეთი პატარა გაერო არის, მაგრამ არის ორიენტირებული სპეციალურად პატარა ჯგუფებზე, კომიტეტებში, როგორც მოგეხსენება. და მან წარმოადგენდი ჩინეთს უშიშროების საბჭოში, ამ შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი ქვეყანა შეხვდა, რომლის წარმოდგენა თან რთულია, თან მარტივია. და ყოველ დელეგატს უწევს რაღაც საკმაოდ სერიოზული დეტალების მოძიება, როდესაც ძლიერ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც ჩინეთს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვან აქტში ან მოვლენაში მონაწილეობა აქვს მიღებული. და იქ ქონდა საკმაოდ კომპლექსური თემები, თან ორი ცალი, ერთი არის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ დაიწყო. ანუ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუ რა მოხდებოდა ჩვენ წვდით მაგის მომავალს, ხოლო მეორე თემა იყო იემენში აღნიშნული აჯანყება, სამოქალაქო ომი, ჰაუტის აჯანყებულები და ასე შემდეგ. მოკლედ იქ ძალიან დიდი ასპარეზი მომიწია, დიდი კონკურენცია იყო კომიტეტში, რაც სხვათაშორის გამიკვირდა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან და ბევრი გამოცდილი მათ შორის. და ერთ-ერთი მათ შორის შემიძლია აღვნიშნო კალინინგრადიდან იყო, რუსეთს მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ არ გამიგია კალინინგრადიდან როგორ შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი სომხეთში, ხო, მაგალითად დილიჟანში, სახელგანთქმულ კოლეჯში და მოკლედ მაგან რაღაცა მხრივ მაჯობა. თავის პერფორმანსში და ამბებში, მაშინ როდესაც გამოცდილება ეგეთი არ ქონდა. და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი მხარე მან UWC-ში იყო, რომ გავიცანე ისეთი ხალხი, რომ დღემდე მაქვს კონტაქტი და დღემდე შემიძლია ჩავთვალო ნაცნობა და მივიდე. ასე საინტერესოა და მე ვიყავი თან მახსოვს შენ რო წაიყვანე დელეგაცია, მეც მან ვიყავი მაგ დროს დელეგაცია წაიყვანეთ და ისიც კი იმას ვიქნებით რა ქვია ტრეინინგები და ყველაფერი ჩავიტარეთ და მე მახსოვს რომ მე როცა მან ჩავედი დილიჟანში ასეთი რაღაც მოხდა რომ უცებ შემიცვალეს ქვეყანა ბოლო დღეს და აი ასეთი რაღაცები რო ხდება ხოლმე რა გავაკეთო ან შენ ასაკეთებ ხოლმე ან რას მოიწევს? აი ჩვენ მაგალითად შემდეგნაირი რაც მოვიმოქმედეთ მაგ მომენტში. მახსოვს შენ საბერძნეთს წარმოადგენდი, ძალიან მოგამზადე დროშა, სადგომი დროშა, ტანსაცმელი, რიტორი ყველაფერი იყო ამ შემთხვევაში და მოულოდნელობამ იმეილი მოვიდა, რომ ხარ პაკისტანი, ხო, პაკისტანი გამახსენდა და ამ მომენტში რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ რო ვიყავით თქვენი პირობა ტრენერები, მივედით, რა ხდება? ის რატომ მოხდა მსგავსი რაღაცა ის მოულოდნა ერთი დღით ადრე. თან მით უმეტეს ეს მოხდა, როდესაც შენ გამოსვლის სიტყვას ავარჯიშებდი ჩვენს წინაშე. და მოკლედ ჩვენმა იმან რო ვერ გაიტანა, ერთადერთი გზა რომელიც დაგვრჩა იყო, რომ ეს რიტორიკა, ეს ყველაფერი უკვე მოგვიგო პაკისტანისთვის. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა არის იმპროვიზაცია. ან ადმინისტრაციას მაგალითად ჩაქუჩით დაკმარა, ამ მხრივ რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, რაც იშვიათი არის ხო? ხო, ეგ ასევე ზოგადად მაინტერესებს თქვენგან რომ მაგალითად მე რაც ყოფილა საერთაშორისო მოდელირებებზე, აი ყოველთვის არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ასეთი გზობა მქონდა რომ არა მაგალითად პაკისტანის ან ტაივანის დელეგატი ვიყავი რა, ნომერი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მე ვიყავი საქართველოს დელეგატი რა, მე წარმოადგენდი საქართველოს და აი ქართული კულტურა და რაღაცები რაც შემომეწად უნდა იმას მეტნა, გამოიხსენებინა, გამოვიყენებინა ეგ მომენტი და შენ სხვა არ გაქვს, თქვენ სხვა არ გაქვს მსგავსი ის შეხედულება კულტურა ან ზოგადად მოკლედ გააჩნია თვითონ კონფერენციას და გააჩნია ადგილს, მაგრამ როდესაც ხარ უშუალოდ ფორმალურ ნაწილში, საკონფერენციო ოთახში, შენ ხარ შენი ქვეყანა.
მე ეგრე ვიყავ ხოლმე. გარეთ ვარ ქართველი, აი ეგრევე მეტყობა რომ ქართველი ვარ, მით უმეტეს ეგრეთ წოდებულ სოციალებზე როცა მიდიხარ, სადაც სხვა ხალხს ეცნობი, სხვა აქტივობები, აი ქართული ნატურა გამოდიოდა. ყველაზე ხმაურიანი ქართველები რო არიან, ეგ ჩანდა. მე ეგრე ვარ ხოლმე. მაგალითად რაც უფრო ფორმალური აქტივობებიც არის ხოლმე სერიოზულ კონფერენციებში, მაგალითად ჰარვარდში, იქ მთელი დახლები, მაგალითად ერთი ჩემი სკოლის დელეგაცია იყო მან წასული და ხინკლები რა, მაგრამ ჩურჩხელები, ყველაფერი ჩოხა, ყველაფერში იყავი, რა ჩაცხო. ქართული ცეკვები? ასე, კი, მე არა. მე არ ვიცი ხა სამწუხაროდ ეგეთი ის ნიჭი არ გამაჩნია, მაგრამ იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ამ სოციალში რაც cultural exchange ერქვა, ანუ კულტურული მიმოцло რა და რამოდენიმე ეროვნების ადამიანის სხვადასხვა ცეკვით ერთად იყო სცენაზე. და ეგრე წარადგენენ თავიანთ ნატურას რა. ასევე მე მგონი იქამდე გამოტოვეთ რა ჯერ ამაზე უნდა აგვეხსენა, რადგან ახლა მაგალითად დარწმუნებული ვარ ყველა ვინც უსმენს ახლა არ ესმის თუ რა არის გაეროს მოდელირება ზოგადად რა. და თვითონ გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით ეს ხო არის რაღაც სიმულაცია ახალგაზრდებისთვის, აი ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტების და შეიძლება თუ არა, შენი აზრით, რომ ეს გაეროს მოდელირებები ახალგაზრდების რა ლაბორატორიასავით გამოვიდეს ცნობილი სახელგანთქმული პოლიტიკოსებისთვის, რომ რაღაცა ექსპერიმენტი ჩაატარონ რაღაცა თემაზე თუ რა როგორ წავა და რომ მე თვითონ განახორციელო. თვითონ პოლიტიკოსმა რომ რაღაცა თემა შეარდოს, რაც გაეროს მოდელირებაზე, გაიგოს ბავშვი, ანუ დელეგატები რაც გადაწყვეტა, თვითონ გამოიყენა? ხო. მაგის ინციდენტები იყო. თვითონ პოლიტიკოსი არ აღდებდა თემას, მაგრამ აი ძალიან პრესტიჟულ გაეროებზე, რომელიც არის ნიუ-იორკის და ჰარვარდის, აღარ მახსოვს ზუსტად როდის, რაც მე-20 საუკუნის ბოლოსკენ იყო. თვითონ არიან დაარსებულები საკმაოდ მეორე მსოფლიო ომის მერე პირდაპირ ეგრევე გაეროს ერების ორგანიზაციის შემდეგ. მან რაც თემა იმდენად ჩაგეჭეს, იმდენად კარგად, რაც ძალიან რელევანტური იყო მაგ პერიოდისთვის, რომ რაღაცა დეტალები მაგიდან აიღეს და გაეროს ერების ორგანიზაციაშიც იმპლემენტაცია მოახდინეს რა. იყო ეგეთი შემთხვევა, ეს პოლიტიკოსი შეაგდო, მე პირადად არ გამიგია ამის შესახებ. ხო და მაგ შემთხვევაში აი ის გამო რომ უბრალოდ შემჩნეული მაქვს ასე რომ ახალგაზრდებს ძირითადად ვინც ამ გაეროს მოდელირებებზე მიდიან, სანამ გაეროს მოდელირებაზე სწავლენ, ისეთ შეხედულება აქვს, რომ გაერო ძალიან მაგარი და ძლიერი ინსტიტუტია, გაეროს მოდელირებაზე რომ მოდიან, ამბობენ რომ გაერო ყველაზე სუსტი და არაფრის მაგნისი ინსტიტუტია. და შენ თქვა მქონია ეგეთი შემთხვევა, შემდეგი ხო? არასდროს. ან რატო ასე, რატო არასდროს ეს ძალიან არასწორი ჩემი მიდგომა. ბევრ დელეგატს რა თქმა უნდა ქონია ეგ ამბავი პირველი გაეროს შემდგომ, მაგრამ როდესაც უკვე დელეგატს ნამდვილი რაღაც კარგი გამოცდილება აქვს შეძენილი, ხდება გაეროს ერების ორგანიზაციის ინსტიტუტების ნამდვილ დეტალებს, თუ რა და რა ფუნქციები აქვს, გარდა კონკრეტული რაღაც კონფლიქტების მოგვარებისა და ხდებიან თუ რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ სჭირდება რაღაცა რეფორმები, მაგრამ უმაქნისია ცოტათი ისეთი როგორ თქვა, გაზვიადებული ტერმინი არის ამისთვის. ანუ საქმე იმაშია, რომ ახლა მაგალითად ისტორიაში შევიდეთ, ცოტა ისტორიას რო ჩავხედოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი მომენტი, როცა არმია გამოიყენა გაერომ, იყო კორეის ომის დროს. და იმის მერე არ მოხდარა და მაგიდან გამომდინარე, ახლა ამ გაეროს მოდელირებებზე და ყველაზე შემჩნეული აქვს, რომ ყოველთვის ერთ-ერთი მხარე უშუალოდ საბჭოთან ვეტოს დაადებს რეზოლუციას და აქედან გამომდინარე ვეღარ ხდება ვერაფერი და ანუ ვეღარ ახორციელებს გაერო თავის მიზნებს. და ამ შემთხვევაში როგორ დაიცავ ამ გაეროს პოზიციას? მოკლედ აქ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველ რიგში უნდა გავყოთ თუ რა ნაწილებად იყოფა ეს გაეროს ერების ორგანიზაცია. შენ ამ შემთხვევაში ახსენე უშიშროების საბჭო. რომელსაც ნამდვილად ეძახიან ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ ორგანოდ, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ეს ხუთი ქვეყანა, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ ერთად შექმნეს ჩათვალეს ორგანიზაცია და გახდნენ მთავარი ძალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და ეხლა რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალების ბალანსი იყო მსოფლიოში, მაგრამ თავად რაღაცა უპირატესობა სხვა ქვეყნების მიმართ და შედარებით. და შესაბამისად რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები არის, მაგრამ არაეფექტური. უნდა შევხედოთ სხვა ინსტიტუტებსაც, მათ შორის როგორიცაა გენერალური ასამბლეა, ხო მაგალითად. სადაც არის განხილული ყველა განაჩენის საკითხი, დაწყებული ტოლვილებით, ჰუმანიტარული დახმარებით, ეკონომიკური მხარდაჭერით, ზოგადად ეკონომიკური მიმოწვლით და ვაჭრობით ქვეყნებში 1000 რაღაცა. მათ შორის კიდეც რაღაც სხვა ინსტიტუტებიცაა უამრავი.
აი მაგალითად უშიშროების საბჭოში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამშვიდობო მისიები. რომელიც არის განთავსებული სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის კორეაშიც იყო განთავსებული და მან ისეთი ინციდენტი მოხდა, რომ ჩართვა მოუწიათ, ხო? ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხუთი ქვეყნისთვის ეს ძალიან, როგორ თქვა, კომპლექსური საკითხი არის და ძალიან ბევრი ნიშანი დეტალი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მათ პოზიციაში იყოს ყველაფერი დადებითად, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად იყენებენ ამ ვეტოს ძალას და ყველაფერი წყალში იკრება, ხო? ეგ არის ერთადერთი მინუსი ამ შემთხვევაში გაეროს ორგანიზაციაში. მაგას სჭირდება დიდი რეფორმა, სერიოზული დიდი რეფორმა, რომელიც ასე თუ ისე ბოლო გენერალური მდივნების მიერ იყო განხორციელებული, მაგრამ არ იყო იმპლემენტირებული. ჩემი აზრით, პირადად უშიშროების საბჭოში პირველში უნდა შევიდნენ სხვა ქვეყნები, როგორიც არის ინდოეთი, გერმანია, იაპონია, რომელიც ახლა ძლიერი ძალებად იქცნენ, მაგრამ არ იყვნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. და ეს ვეტოს უფლება უნდა გაქროს. ამ შეიძლება პერმანენტულები იყვნენ. აი ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი. და ისა ერთ-ერთი უზარმაზარი პრობლემა, რომელსაც მე ვხედავ უშიშროების საბჭოში არის, რომ 2 წელიწადში ერთხელ იცვლება ეს დანარჩენი 10 ქვეყანა, რომელიც მანდ არის, და შესაბამისად ზოგი ისეთი ქვეყანაა, რომელიც არის არარელევანტური თემასთან დაკავშირებით. მაგალითად უკრაინა, რუსეთის ომი ხომ არის, უკრაინა არ არის უშიშროების საბჭოში მაგ მომენტში. შესაბამისად ვერ აჟღერებს ეგრე თავის პოზიციას. რა ფარვეზე. ამიტომაც უნდა იყოს ის ქვეყნები დამსწრეები უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომლებიც უნდა იყვნენ განხილვის დროს. მაგაზე თუ არ ვცდები, ასეთი წესი არის უშიშროების საბჭოში, რომ ყველა კონტინენტიდან ერთი ქვეყანა უნდა იყოს, ზოგიერთი ამდენი. გააჩნია. მაგალითად აფრიკიდან 2 ქვეყანა უნდა იყოს, ევროპიდან 1 და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ევროპიდან უკვე 2 ქვეყანა არის, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. ხო და ასევე კიდე რაზე მიდოდა და ისა იქამდე რო ახსენე რომ სხვა ისინიც არსებობს არა მარტო უშიშროების საბჭო და ისინიც მუშაობენ, მაგრამ ნახე გარს მოდელიობაზე მაგალითად შემჩნეული მაქვს, მე რო ვიყავი UNHCR-ში, მაგ დროს იყო რომ გამიხილავდით მეებს რა ქვია უსახკარო მეებს გასახლებულ ბავშვებს და ერთ-ერთი ინიციატივა იყო რაც მე რეზოლუციაში კი იყო მიღებული რომ გაკეთებული იყო რაღაცა რეკლამასავით ფეხბურთის თამაშებზე და რაღაცა სადაც დაიწერებოდა ყველაზე მაგარი დონეიშენების და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ამისთვისაც ფული იყო გადასახდელი და ასე შემდეგ. ამ დროს როცა თვითონ ამ UNHCR-ს აქ 4 მილიარდი დოლარიანი დეფიციტი. ანუ ისევ რა ხორციელებს იმას ახლა ხარჯების აქვს და ცოტა ზედმეტად იდეალისტური იდეები ხორციელდება ხოლმე და პრობლემა ხო არ არის რომ აი ახლა რაც შემჩნევა ახალგაზრდებში ან ზედმეტად იდეალისტური იდეოლოგია არის, ან ზედმეტად ისეთი რეალისტური რომ უკვე კონსერვატიული რომ უკვე ნაბიჯების გარდა ეშინიათ. ხო. მაგასაც შეეხება გაჩნია რა თქმა უნდა როგორი დელეგატი არის, რა თემაა და რა კომიტეტი და რა ქვეყანა არის. ხა გაჩნია თვითონ პიროვნულად როგორი არის დელეგატი, ზოგადად იდეალისტი იყოს. მაგრამ ახლა სტრატეგიებს რო შევხედოთ, ხო მაგხრივ. მაგალითად ის რომ რაც საფეხბურთო მატჩებზე advertisement-ი ანუ რეკლამები იყოს განთავსებული. არ ვიცი მაგის ინციდენტი იყო თუ არა, მაგრამ იყო, როგორც ვიცი, UNESCO-ს თუ UNHCR-ის სპეციალური აიკები იყო სპორტსმენებისთვის. და მაგითი ძალიან პოპულარული გახდა ეგ საკითხი, ხო? ეგ მართლა იყო რაც მსგავსი აქტიობები განხორციელებული. ხო და აი მაგალითად სტრატეგიები შეხედოთ ახლა დელეგატის, ხო? მაგალითად ხარ იდეალისტი. თუ იდეალისტი ხარ, და რეალისტი იდეაში და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის, შენ შეგიძლია შეადგინო რაც იდეალური გეგმა, წარუდგინო სხვა დელეგატებს და მაქსიმალურად დააწვე რა ამ იდეებს. ეხლა საბოლოო როდესაც მაგას აწვევი და ცდილობ რომ შეიტანო საბოლოო რეზოლუციაში, ეგრე გამოდის ხოლმე. მაგრამ ბევრი არის თან ცინიკურად ბევრი თან უყურებს იმას სხვების გადაჭრილებს. და შესაბამისად რა სტაგნაცია ხდება რა ურთიერთობაში. ეგ უკვე პრობლემა. აქ გააჩნია რამდენი ცინიზმი და რამდენი იდეალიზმი რა. როგორც დებატების განმავლობაში, ასევე საბოლოო დოკუმენტში. აი მაგალითად მე შემდეგნაირ სტრატეგიას ვიყენებდი ხოლმე წინასწარ ზოგად გაჭრილებს წერდი საკმაოდ დეტალურად, მაგას ვეძახი draft resolutions. მე ამ ყველაფრის განხორციელებას ვცდილობდი, ანუ დასაწყისში ვიყავ მაქსიმალური იდეალისტი. რაღაცები გავიდო და რაღაცები არ. რაც არ იქნებოდა მიღებული სხვა კომიტეტის მონაწილეების მიერ, მაგაზე უკვე დებატობთ. აქ უკვე ცინიზმზე გადადიოდი. იმის გამო რომ ვცდილობ რომ მაგათაც შევუთანხმდე და თან შენი ქვეყნის ინტერესების განახორციელო.
ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ კონკრეტულ დელეგატობას შევხედოთ, ესაა რეალიზმი. ანუ რაც ფიზიკურად ვერ განხორციელდება, ფინანსური შესაძლებლობა არ არის, ანუ უბრალოდ უტოპიური არის, რა თქმა უნდა, მაგაზე პირიქით მინუსი დაგეწერება. მაგასაც ახლა მინუსი დაგეწერება, ეგეც მე მგონი ხელმძღვანელსაც გააჩნია მან. მე რაც ყოფილა მაგალითად მდგომარეობა, რომ ერთ მოდელირებაზე ხელმძღვანელს უთქვამს, რომ ცოტა მეტი ის ქარისმა ასაჭირო, ამით ემოციურობა და აქტიურობა. მე მოვუწიოთ რაღაც ისეთი როდესაც ყველაზე აქტიური და ემოციური ყოფილიყო, მაგრამ ხელმძღვანელი მეუბნებოდა, რომ პირიქით საჭირო არის დიპლომატიურობაო და მე კიდე ყოფილა, რომ საკმარისად ინოვაციური გზები არ იყო, საკმარისად რეალისტური გზები არ იყო და აი აქამდეც მივედით, რომ ხელმძღვანელები რა გავაკეთოთ, როგორ გამოვიცნოთ ხელმძღვანელები. ვერანაირად. შეუძლებელი ამბავია. ყოველი რაც ხელმძღვანელია, რაღაც ახალი კოქტეილი რა, ანუ რაც ნარევი არის, სხვა როგორ ვთქვათ, მიდგომების თვითონ თამითუნების გამოცვლილი როდესაც არის ის რა და როგორ უნდა იყოს განხორციელებული რა საკომიტეტო სხდომაზე და ხშირ შემთხვევაში როდესაც თვითონ ხელმძღვანელი ვერ ასრულებს თავის ფასილიტატორის როლს, ანუ უბრალოდ არ მიყავს დებატები, არამედ შინაარსობრივად ერთეულაც არ უნდა მოხდეს, ეგრე დელეგატები არიან მთავარი როლის შემსრულებლები, ისინი ხშირ შემთხვევაში პირიქით შეაჩერებენ ხოლმე დებატებს, პირიქით უარეს რაღაცებს აკეთებენ და მით უმეტეს რჩევებს, როდესაც აძლევენ მონაწილეებს, აი ასეც რომ უფრო ინოვატიური იყავი, უფრო აქტიური, ან უფრო ემოციური, ან პირიქით თრგუნავს დიდი ალბათობით დელეგატს. მეც მაგის გამოცდილება მქონდა. აი იდეალური ხელმძღვანელი არის, როდესაც არ ერთვება შინაარსობრივად, მხოლოდ თუ თემას გადაუხვიოთ თვითონ კომიტეტმა ან დელეგატმა და როგორ თქვა, მაქსიმალურად ნეიტრალურ რჩევებს აძლევს სხვა დელეგატებს. იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი მიკერძოება არ გამოჩნდეს როგორც მინიმუმ და ასევე თვითონ დელეგატმა არ იგრძნოს დათრგუნვა თავისი თავი. და ამ ყველაფრის წაკითხვაა ძალიან რთული. უნდა იცოდე მათ შორის ამ ადამიანის ეროვნებაც. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში თუ მონაწილეობა აქვს მიღებული გაეროს მოდელი, თავისი მიდგომა არის კიდე სხვა. შესაბამისად ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი აქ. მაგაზე რომ ახსენე ახლა პირიქით უფრო რთული არ არის ხელმძღვანელის გამოცნობა, მე იმას გულისხმობდი, რომ ანუ ის რომელიც არ ჩაერევა და არანაირ რჩევას არ მოგცემს. ახლა შენ ხო არის ის ხელმძღვანელი შენგან ასეძებს, იმას დიპლომატიური იყო თუ აქტიური იყო. იმის გამო ზუსტად ეგეთი შემთხვევები მქონდა, რომ საერთოდ არ ჩაერევა ხელმძღვანელი, იდეალური ხელმძღვანელი ყოფილა კომიტეტის ხდომისას. მაგრამ რომ დასვენისა მოდელების დასვენის შემდეგ, ნუ თქვა დაპირისპირება გავედი, რომ მივიდოდი და ვკითხავდი, მე მგონებოდა, რომ ან ზედმეტად არ დიპლომატიური ვიყავი, ან ზედმეტად დიპლომატიური ვიყავი. ხო, თვითონ ჩემი აზრით პირადად ხელმძღვანელმა არ უნდა მიუთითოს ეს ამბავი, ეს უნდა იყოს წინასწარ გაწერილი რაღაც ოფიციალურ დოკუმენტში, ხო? რა უნდა იყოს, როგორ ვთქვათ, გათვალისწინებული დელეგატის მიერ, რომ ეს და ეს ჯილდო მიიღოს მაგალითად ან ეს და ეს მიღწევა მიაღწიოს და მათ შორის სხვა კრიტერიუმები. თუმცა ფასდება და ხშირ შემთხვევაში რაც პრესტიჟულ გაეროებზე არის ხოლმე, რომ ის დასრულდება მთლიანი დღე, დებატები, რომელიც ხანდახან გრძელდება 10-12 საათი, მაგის მერე არის ფიდბექი. ანუ თვითონ ხელმძღვანელი აძლევს ძალიან მოკლე მიმოხილვას ყოველ დელეგატს და რისი გამოსწორება შეიძლება. და ისინი არიან ძალიან ნეიტრალურები მაგ და ძალიან ისეთები, როგორ ვთქვა, ისე რომ თან არ გაწყენინოს, მაგრამ ამასობაში რაღაცა პროგრესი მომიაღწიოს შენდელ დღეს. აი ეს სწორია. მაგრამ არ შეიძლება ეს რაც არ დააბნიო რა ბავშვი და დელეგატი. ეგ არ მნიშვნელოვანია. კაი, ახლა მოდელირებები მოდი ახლა ცოტა გვერდზე გადავდოთ, გადავიდეთ უფრო ფილოსოფიურ და ღრმა ისეთ საკითხებზე. აი ესეთი კითხვა, კითხვა შემოვიდა და ასე ვქონდა, რომ აი წარმოვიდგინე სიტუაცია, ვქოთ და რაღაცა ნებისმიერ ქვეყნის იშობა აქვს, რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ. და ქვეყანაში უცებ დაიწყო ეკონომიკური კრიზისი. ახლა ამ ეკონომიკურ კრიზისზე ჩემლები გეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამომჟღავნონ, რადგან ხალხმა ჯერ ეს არ იცის და შენ თუ ეს გამომჟღავნენ, ხალხი ამას გაიგებს, პანიკაში ჩავარდებიან, ქაოსიაცნება ქვეყანაში და უღარეს კრიზისში გადავა. და შენ მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენ თუ ეს არ გამომჟღავნენ, საბოლოო ჯამში მედია ამას მაინც გამოიტანს ამ ინფორმაციას. და ეს მდგომარეობაში რას შვები? როგორც ნამდვილი პრემიერი? ხო, ნებისმიერ ქვეყანას, წარმოვიდგინე, ნებისმიერ ქვეყანას ზიმბაბვე ავიღოთ მაგალითად. ზიმბაბვე თუ იქნება, უპრობლემო იქნება. საერთოდ თუ არს გამომჟღავნე მედიაც ვერ გაიგებს ამის შესახებ. მაგრამ მაგალითად ავიღოთ რაღაცა ძალიან ისეთი გერმანია. ხო, გერმანია მაგალითად. და რაღაც ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ხანგრძლივად ვითარდებოდა. და საბოლოოდ რაღაც პიკს მიაღწია პრემიერი, კანცლერი. ხო.
ძალიან რთულ პოზიციაში ვარ შესაბამისად მრჩევლები თუ მეუბნებიან მით უმეტეს რომ ის არ გამომჟღავნა არასწორი არის რთული კითხვა არის არა იდეაში მომიწევს გამჟღავნება საჭიროა იმიტომ უფრო დიდ კრიზისი არ ჩავარდება და თუ შევინახავ ამ ამბავს და რაც ეფექტური გზები არ იქნება განხორციელებული ხო ამისთვის უფრო დიდ კრიზისში მაგის გამო ჩავარდებით ვიდრე თუ ხალხი არ იქნება ამის გაგებაში მით უმეტეს მაგათ თუ ეხება არა ანუ საუბარი იმაზე არის რომ შენ იცი ახლა შენ შეგიძლია მოგვარება ძმეს თავის მოგვარება გზელადაში მაგრამ თავის მასშტაბში იცით რა და ახლა მაგორი იკითხო ან დამალავდა ეგრე გამოსწორებ თვითონ მოსახლეობისთვის ჩანს ეს ეკონომიკური კრიზისი არ ჩანს ხა მოსახლეობამ არ იცის მაგაში საქმე ან მოსახლეობამ არ იცის და თუ შენ უთხარი ახლა თავისთავად ახლა ხო თავდაჟებობა თუ იკლებს ქვეყანაში მაშინ ეგეთი მომენტი არის თუ რა ვიცით და გარანტია არის რა გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარდება ეს ამბავი მაშინ არ გამოჯგავდება არა საჭირო რომ ხალხმა იცოდეს რაღაცები შესაძლოა. ხო, მაგრამ ცოტა ეს რაღაცა ისეთი არ არის, საერთაშორისო იმების დარღვევა არ გამოვა? საერთაშორისო ნორმების? ხო. გაჩენ როგორი ეკონომიკური კრიზისი არის და მოსახლეობას პირდაპირ ეხება თუ არა. თუ აი ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ისე რომ თვითონ მოსახლეობა არ იყოს ჩარეული და შესაბამისად უფრო დიდი ხარვეზები არ წარმოიშოს, ეგრე სჯობს. აი წარმოვიდგინოთ თქვა და იქნებოდა 1930-იანების ამერიკა, დიდი დეპრესიის დროს. და ხალხმა არის, თქვა და იმ დროს იცის, მაგრამ თქვა და ისეთ ცით გარმოშევნა წარმოვიდგინე რომ თქვა და არის. ხო, მაგალითად არის. ხო. მედია გაიგებს 100%-ით გაიგებს და აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში უარესი ეფექტი ექნება. ხო, მაგრამ ნახევარდროშია საქმე მედია კი გაიგებს, მაგრამ ეს მცირე დრო ხო არის, სანამ არის. არა, მაგ მცირე დროში ვერაფერი ვერ მოგვარდება თუ დიდი დეპრესიის დონის რაღაცა გვაქვს. ხალხმა არის ეს მაგალითად. დიდი დეპრესიის ის თუ არის, აი რაც არ უნდა მოხდეს, მოსახლეობაზე ეფექტი აქვს და ადრე თუ გვიგან. ისინი ამ თვითონ გაიგებენ, რომ მედია მით უმეტეს ყველაფერში თავის გვერდს ყოფს. მანდეს ჩაყავს და შესაბამისად პირდაპირ ჯობს რომ ვიყოთ ძალიან ისეთი თავდაბლები მოსახლეობის წინაშე და პირიქით მათი ნდობა შევიძინოთ იმით რომ პირდაპირ ვეთქვით, ხო? ვიდრე რაღაც ცუდად გამჟღავნდება მედიის მიერ. ისე, ნუ შენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი ვინ არის? რა ფარგლები გვაქვს? ნუ აი, ზოგადად მთელი ისტორიის განმავლობაში კი ახლოს შედარებით ყველაფერს ეგრე პირდაპირ, მაგრამ აი ეს რაც ყველაზე მეტად რომლის სურათიც არის მოდელი გექნებოდა სახლში დადგამდი თაროზე რა. ხო, მოდელი ისეთის მიდგას. ნეტავი. ხო, ნეტავი. მაგას ახლა არ ვიტყვი. დიდებული ადამიანი იყო, დიდებული ქართველი. რა ვქვია, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ვიტყოდი რატომაც არა ციცერონი. რატომაც არა. ანუ იდეაში იმდენად მაგარი მოსამართლე შეგვიძლია რა მაგ პერიოდში დაუძახოთ ეს ყველაზე წამყვანი და რავი იმდენად დიდი ფილოსოფიური ტრაქტატები აქვს მათ შორის მიძღვნილი იმ ამბებზე მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ხდება იულიუს კეისარი და პომპეუს და ამ შემდეგ და მოკლედ როგორ ესეთი იდეაში თქო უნიშნელო ელემენტი რამხელა საქმეს ასრულებს იქ ხო მაგრამ შემიძლია ეგავნიშნო და ესეთი მართლა რაც გამოჩენილი პიროვნებები თუნდაც ნაპოლეონი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის თუ რამ ხელა რეფორმები ჩაატარა მთლიანად ევროპაში ყველა განხრით და მათ შორის სამხედრო საქმეში როგორი საკონი პიროვნება იყო შენ რომელ პერსონაჟს აირჩევ მე რომელ პერსონაჟს მე ბევრი ფავორიტი მყავს მაგრამ ნუ ახლა ზოგადად პირდაპირ ყველაზე ფავორიტი ოტო ფონ ბისმარკია რა თქმა უნდა ბისმარკი მაგრამ ის არა ციცერონზე ანუ ჩემთვის თვალს ეგრე არ არის და მაგითო რომ ანუ ჩემთვის რა უფრო მნიშვნელოვანია რომ ისტორიული პირი ან პოლიტიკოსი პროცესის განმავლობაში იყოს ძლიერი თუ შედეგი დადოს ყველაზე კარგი ანუ ჩემთვის თავი პროცესია თუ შედეგი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია შეხედე თუ პირადულად შეხედავ რა ანუ როგორ შეიძლება რაღაცა სიამოვნება მიიღო შედეგით უბრალოდ პროცესი არ გაიარა ხო პროცესი არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ თუ ეხა ამ 21 საუკუნეში შევხედოთ ხალხი შედეგით არის დამახსოვრებული შეშაკროში და არა პროცესი მაგალითად თუნდაც ოტო ფონ ბისმარკი როგორ გაერთიანა გერმანია თავისი ქმედებებით მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა არა შედეგი არა პროცესი როდესაც ეს ყველაფერს მიაღწია საინტერესოა და ზუსტად აი ამ პროცესზე ახლა წარმოვიდგინოთ თქვაც და ნაპოლეონი ხო ახსენე ან თუნდაც ციცერონი აი მაგ დროს რომ მის დროს რომ ყოფილიყო დღევანდელი საერთაშორისო ნორმები ანუ იქნებოდნენ კიდე შენი საყვარელი ისტორიული პირები თუ არა ცი რა
რა ვიცი, ნაპოლეონი დიდი ალბათობით ისევ დაარღვევდა მაგ სამართლებრივ ნორმებს თავისა შექმნიდა და ციცერონი პირიქით გააძლიერებდა ამ სამართლებრივ ნორმებს დიდი ალბათობით და მაქსიმალურად მიყვებოდა. ოტო ფონ ბისმარკი მაგალითად მაკედამ მაქსიმალურად ეფექტურ ამბებს შეიძენდა, როგორც მაშინ იყო ეს თავის სამართლებრივ ნორმები და როგორ ეფექტურად ყველაფერი გამოიყენა, ხო? ეხლა რამდენად უფრო კომპლექსური იქნებოდა რა მათთვის სიცოცხლე, როგორც ჩვენს არის ახლა. შესაბამისად უფრო ისეთი როგორც თქვა დეტალური პერსონაჟები იქნებოდნენ ისტორიულ წიგნებში. მაგრამ შენთვის თუ დარჩებოდა ისევ ფავორიტი ისტორიული, ანუ იქნებოდა დარჩებოდა თუ არა? რა თქმა უნდა. ანუ იდეაში თუნდაც ნაპოლეონი ხო ბევრისთვისაა ძალიან ფავორიტი. მაგრამ მეორე კუთხით რომ შეხედო თუ რა ცოდვები როგორ თქვა, მაგრამ რა ნეგატიური ამბები გააკეთა მათ შორის მთლიანი კონტინენტში ამოწყვეტა ძალიან დიდი მოსახლეობა, ხო? რაც მოყვა მისი დაპყრობები. თუ ის სამართლებრივი ნორმები იქნებოდა და დაარღვევდა ამას განზრახ, ამ ომები უფრო შეზღუდული ამბებში იქნებოდა, მაშინ ჩემი ხედვაზე ბევრად უფრო ნეგატიური იქნებოდა დიდი ალბათობით. იმიტომ განზრახ დაარღვია ჩვენი მორალური ნორმები, ადამიანთა უფლებები ასე შემდეგ, ხო? და მაშინელ კონტექსტში ეს ყველაფერი არ არსებობდა. ან ძალიან მინიმალური იყო. შესაბამისად შეიძლება ფავორიტი ეგეთი აღარ იქნებოდა, სხვანაირი თვალით შეხედა. მაგრამ ისტორიას შემორჩებოდა იგივენაირად? არა. არა. პირველ სხვანაირად შეიძლება. თავარი და უნივერსალური შეკითხვა, რასაც ყველა სტუმრის გამოისმენთ. ესე იგი, წარმოვიდგინეთ, ხართ რაღაცა პატარა ქვეყანა, რომელიც მიყვება საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ უცბად რომელიღაცა დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც გაეროში ვეტოს დადების უფლება, შენი სუვერენიტეტი დაარღვია. და შენ ასეთი დილემის წინაშე დგახარ, რომ გაეროში არ გეხმარება და ან შენი სუვერენიტეტი უნდა დათმო სიმშვიდის გულისთვის, ან შენ უნდა დაარღვიო საერთაშორისო ნორმები იმისთვის, რომ სუვერენიტეტი შეინარჩუნო. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. თუ დიდი ქვეყანა მიტევს, ჩემ მხარეს არაა საერთაშორისო ნორმები, ხო? და თუნდაც რომ დაარღვიო არ მიშვილის. ანუ მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ხო? აი, მოდი ყველაზე რელევანტური, აი, რუსეთი უკრაინის ომი, ხო არა? ხო. პალესტინა, ისრაელი, აშიში, პანამა, ბევრი არის რა ძალიან. აი, ჩვენი რუანდა, შეგვიძლია საერთოდ თუ გინდა ისიც შეიძლება რა პირველ მსოფლიო ომის დროს გერმანია გაზი რო გამოიყენა. ხო, ეგეც. ანუ საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ წავიდა, ხო? ხო. მაგრამ რამის მიაღწია არსებობს? არა. ფრონტის ხაზზე კონდა გადაწყდა, მაგრამ თავის სუვერენიტეტი შეინარჩუნა? კი, მაგრამ ბევრი მიწა დაკარგა. მაგრამ აქ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ თუ პატარა ქვეყანა ვარ, რომელსაც იდეაში თუნდაც გაეროს ერების ორგანიზაციის პანელზე არ აქვს ესეთი არსებითი გავლენა, კი აქვს ერთი ხმა სიმბოლური, მაგრამ სხვა ქვეყნებზე არ აქვს ეგეთი ინფლუენს გავლენა, მოკლედ, თუნდაც საერთაშორისო სამართალი რომ დავარღვიო, არაფერში არ მიშველეს, პირიქით უფრო ნეგატიური გავლენა იქნება ჩემზე, იმის გამო რომ საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ქვეყნებს ნეგატიური შეხედულება ექნება ჩემ ქვეყანას. შემიტიეს კიდე რაღაცა სხვა რგავ ადამიანთა უფლებებს მათ შორის, კვლავ დავხოცავ და შემშილებ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, როგორც მაგალითად ისრაელი აკეთებს. და შესაბამისად ვარგო საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ხო, მაგრამ არ შველეს. ამიტომაც რაც არ უნდა მოხდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ დააწვე, რომ თვითონ ის დიდი ქვეყანა არ გვაქვს რაღაცა საერთაშორისო ნორმებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ როდესაც ეს გაეროს ერების ორგანიზაცია ეს არის შემიძლია აი არა ამოიჭირება. კაი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გაეროს ერების ორგანიზაციას როგორ აცდნენ განზრახ ამერიკა 2001 წელს ერაყში როდესაც შეიჭრა, თუნდაც აი ახლა რუსეთი უკრაინის кейსზე სპეციალურად აცნდა პირდაპირ შევიდნენ, ამ განხილვაც კი არ იყო, ან თუნდაც კოსოვოს ამბავი, ხო? რომელიც მოხდა და შესაბამისად იქ ესკალაცია მოხდა სერიოზული. შესაბამისად აქ არის უფრო მნიშვნელოვანი რომ ამ პატარა მიკრო ქვეყანებთან რომელსაც არ აქვს უბრალოდ რაც დიდი ძალაუფლება, პირიქით დააწვეს იმას, რომ ის დიდი ქვეყანა არ გვაქვს საერთაშორისო სამართლით. მაგით შეიძლება რაღაცა და სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, მაგრამ თვითონ თუ დაარღვევს, პირიქით ნეგატიურად იმოქმედებს, ხო? ხო, მაგრამ ხო არის მაგალითად დრონები. ხო ძალიან ხანი აკრძალული იყო და რაღაცა, მაგრამ მაგალითად
ახმარება ხო დღეს უკრაინას ხო, მაგალითად უკრაინის მიერ და რუსეთის მიერაც მათ შორის. ხო და ანუ მათ შემთხვევაში დრონების გამოყენება ანუ ხო არის ერთ-ერთი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ხო, ერთ-ერთი საერთაშორისო ნორმის დარღვევა არის, მაგრამ აქ რა არის მნიშვნელოვანი თუ დასაწყისში რა პოზიცია ჰქონდათ მაგალითად ევროპულ ქვეყნებს უკრაინის кейსზე, ხო? რომელიც დასაწყისში სულ რაც არ უნდა მოხდეს იდგებიან უკრაინის მხარეს, თუნდაც საერთაშორისო ნორმები თუ საერთაშორისო ნორმებს დაარღვევს, ხოლმე და მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის ქმედებები გამოჩნდეს სუდად. თუნდაც თუ უკრაინა რაღაც დანაშაულს გააკეთებს, არც გაითვალისწინებენ, როგორც აშშ არ ითვალისწინებს ისრაელს მიერ სხვადასხვა დანაშაულებს, ხო? შესაბამისად აქ არის ძალიან ორპირული თამაში ყოველს მიერ. რაც რა თქმა უნდა 1945 წლიდან მოყოლებული ხდება დღემდე. ბევრად უფრო ისე დეტალურად და ფაქტების უკან. კაი, ახლა დროშიც ცოტა ვიწურებით და გადავხდებით ახალ ბოლოზე. საუკეთესო გზა რა არის მაშინ? საუკეთესო გზა რომ აი, ახლა ის არ არის რაღაც პოლიტოლოგი. დევნილები არ ელაპარაკობენ. კაი, მე მოდი. კაი, თავი უნდა ფაქტი არ იყო ხანდა ეხლა და რავი დასვას ამანაც. ხო, დასვი ისმენთ. ანუ საუბრობდით უნივერსიტეტზე, რაცა დაგმომებზეო და ნუ ამ სიტუაციაში, აი პატრა ქვეყნის საუკეთესო გზა რა იქნება მაშინ? რო თავი გადაირჩინოს, ხო? ხო. აი ძალიან ნათელი მაგალითია ეს უკრაინა. აი როგორ მაქსიმალურად გამოიყენა ის მდგომარეობა, რომელიც მოხდა 2014-ში და მანამდე და მათის მერე, ეს პარტნიორები შეიძინა და მთლიანი დასავლეთი მსოფლიო გადაიყვანა რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად ძალიან ბევრი სხვადასხვა ინვესტიციები, როგორც ნუ იარაღი ჯარი და ამბები, თანხები იყო შემოსული უკრაინაში. აქ თავარი არის, რომ შენი მტრის წინააღმდეგ გადაიყვანო მთლიანი სხვა მსოფლიოს, სხვა ბირთვის რისკვა. მაგრამ ეს არის იმ ქვეყნებში, რომელსაც ამ დიდ ქვეყნებს აქვს რაღაცა ინტერესები. აი მაგალითად, აი ახლა აფრიკაში ხდება საშინელი ომები, მათ შორის ეს რუანდა, კონგო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ცენტრალური აფრიკა და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ, ხო? უბრალოდ არ ვიცით. ეგაა საკმაოდ დიდი პრობლემა. იმიტომ იქ არანაირი ინტერესები არის, იმის გამო რომ ეს ქვეყნები არასრულებენ რაღაცა მნიშვნელოვან როლს აი ამ დიდი ქვეყნებისთვის. შესაბამისად ესეთ ხარვეზე იქნება. უბრალოდ მთავარი არის რომ შენი მტრის წინააღმდეგ გადაიყვანო მეორე საპირისპირო ბირთვის რისკი, რომელსაც ძალიან ეფექტურად აკეთებდა უკრაინა პერიოდის განმავლობაში. ხო, მაგრამ თუ რესურსები დიდარი არ ვარ და ისეთი დიდი არ ვარ თუ როგორც უკრაინა. აი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველო 2008 წელს. თუ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები არ იქნებოდა გადადგმული, საქართველოს შეიძლება იყოს დაპყრობილი ძალიან მალე. ხო, მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ბუფერული ზონები არის, რომელსაც რუსეთს სამწუხაროდ ჰქონდა. და რაც კონკრეტული ქმედებების მიერ, რომელიც იყო განხორციელებული, ეს ომი მალევე დასრულდა და რაც სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ, თორე შეიძლება დაკარგული იყოს საერთოდ. ხო. კაი, ახლა უკვე გადავხდეთ ბოლოში თორემ დროს ვეცურება და ახლა თვითონ მაყურებლობის მიერ დასმული კითხვები, რაც აინტერესებდა პეტრესთან დაკავშირებით. ეს კი პირველი როგორ იწყებ გამოსვლებს ისე რომ ყურადღება მიიქციო. მოდი კომენტარს გავაკეთებ ასევე რომ ერთ-ერთი გოგოს დაწერილი არის, ამიტომ უფრო როგორ გოგოების ყურადღებას როგორ იქცევ, ასეთი ის არის, რა ქვია, თქმა უნდა, როგორ მიკადრებათ. ამაზე ნამდვილად მასტერ კლასები მაქვს. მოკლედ. ემოცია, ხო? ემოცია, პოზიცია, ზრახვა. რა შეიძლება კიდევ იყოს? ხო. ასევე შენ სიტყვებში ნდობა და სიყვარული, რაც აუცილებლად მოჭამ მით უმეტეს თუ ხალბატონების მიზიდვა გინდა პროექტის განმავლობაში და ეს არის რა თქმა უნდა შენი ეფექტურობა, ხო? ამდენი ჭკვიანად გამოაჩენ შენ თავს, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ხალბატონებს ჭკვიანი დაოჯახების მომი რატო გავდით? სარდაი. ეს არის ყველაზე ეფექტური ფორმულა, რომ მიაღწიო შენს დამალულ ზრახვებს ეს განმავლობაში. მე ასე შემშევი მაგთავი ახლა ვისაც ვკითხეთ ამ ყველას, მეც ეგრე მეგონდა პირველად დაგინახე პირველი სპიჩი რო ქონდა 25 წლის მეგონი.
ანუ ისე ხერხში გამართული და ისე საუბრობდი ისე ოფიციალურად და კარგად რომ მოძახობს მე რამე საიდუმლოდ გასამის უკან ნამდვილად რელევანტური კითხვები, საინტერესო კითხვებია. მოკლედ აქ რა არის მნიშვნელოვანი? ეს არის სპეციფიური დიეტა. კამერა ის ნაწილი გახარდა. ის დაუჯახება თუ გინდათ იქ. მოწყოს შევატა. ალბათობით ნახეთ მე. გაგზავნეთ. ბლუფერები ხო. სტორიზე ძალიან მნიშვნელოვანი არის შესაბამისი დიეტა. ეხლა ხარ გამართულობა ხო? ეს იშვიათი თვისება ხო? ხო. იშვიათი არის ხო? რა თქმა უნდა, ხო და ამას შეიძლება სპეციფიკური დიეტა ხო? ვარჯიში ხო რა თქმა უნდა. ხო, ვარჯიში იშვიათი ამბავი არის. არ არის აუცილებელი ასპექტი, მაგრამ არის სპეციფიკური დიეტა და რა თქმა უნდა, კოუჩინგი, რომელიც ხორციელდება შაბათობით 5 ლარად. შემდეგი კითხვა. ის გადავიდეთ შემდეგზე. როგორ მიაღწიეთ შენ დღევანდელ პოზიციამდე? ანუ ჯიმუნდას გენერალური მდივანი ხო ხარ უკვე და სახელგანწმული ისა ხარ. ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ისა ლიდერი და კლად ეგრე არ ვიტყვი, მაგრამ დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტებისთვის. იმედია და როდეს მე ვიქნები. რაც შეეხება მაგას, ძალიან დიდი გზა იყო საჭირო აი ამ პოზიციამდე მისვლამდე პირველ რიგში. ეს არის ამ სფეროში რაღაცა გამოცდილების შეძენა. მართლა ხალხისთვის დახმარება, რაც სხვა კუთხით დანახვა ამ გაეროს მოდელების როგორც ერთ-ერთი არაფორმალური განათლების როგორ თქვა, გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა არის და მაგის ფარგლებში გავხდი ჯიმუნას, ანუ საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის ერთ-ერთი წევრი, ჩვეულებრივი მონაწილე და ორგანიზატორი. მანამდე ასევე მქონდა გამოცდილება მას დელეგატობის ორჯერ და მომეწონა სპეციფიკა რა. მათ შორის თუ როგორი პოპულარული იყო და არის დღემდე მაგის სტრუქტურა და მათ შორის ხალხი, რომელიც ამას აორგანიზებს. დასაწყისში ვიყავი უბრალოდ აკადემიური ხელმძღვანელი, პირველად შექმნილი სპეციალური გზამკვლევი, დეტალური, სადაც იყო ეს ყველაფერი ასახული, სხვათა შორის ძალიან იშვიათი ასპექტი არის გაეროს მოდელირებების ორგანიზაციების მიერ, მაგრამ არ აქვს არანაირი ეგრეთ წოდებული გაიდბუქი, ხოლო შემდგომ უკვე ჩვენ გამომდინარე რაღაც ჩემს საქმეს ალბათ კარგად ვასრულებდი. უკვე ისეთი ნდობა იყო, რომ გენერალურ მდივნად გამხადა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელმა 2014-ში ხატია ქობალიამ და ძალიან მადლობელი ვარ ამ მხრივ, რომ ასეთი ნდობა გამოაცხადა და მოკლედ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ჩემ გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებსაც გავუზიარა მოკლედ. იმედია, კარგად ვასრულებ ამ როლს. ესეთი რაც გზა იყო. ხელმძღვანელობაზე რო ახსენე ასევე ზუსტად მაგაზე არის კიდე ერთი ბოლო კითხვა, რომელიც ასევე შემოვიდა კომუნიტისგან. როგორი უნდა იყოს ჩვენთვის, მოდი ვთქვათ, ძლიერი დელეგატი. ანუ რას ანიჭებ უპირატესობას და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დელეგატისთვის რა არის? პირველ ადგილზე არის, რა თქმა უნდა, აუთენტურობა შენს როლთან. რა პოზიცია გაქვს, მაქსიმალურად იცავ თუ არა დასაწყისში ხო ახსენე რაღაცა. რაც მნიშვნელოვანი გადაჭიგზა შენი პოზიციაზე შემდეგ თუ რამდენად იცავ ამ პოზიციას ბოლომდე. თვითონ კონფერენციის განმავლობაში რამდენად დიპლომატიური ხარ, რამდენად ახალ რეფორმებს და ინიციატივებს წამოაყენებ ხოლმე, რაც შენს როგორ თქვა, მორალურ გეზს არ ეწინააღმდეგება, ხო? შენი ქვეყნის და შენი პოლიტიკური მმართველობის მათ შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა მათ შორის ატრიბუტების წამოღება. ჩემი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის კულტურულად მისი ნაწილი ხდები, აი თუნდაც დროშა, რაც ტრადიციული სამოსია საუკეთესო. იმიტომ რომ შენს ხარ მაგ როლში და სხვაებიც გრძნობენ რომ რაღაცა მართლაც ნამდვილ გაეროს ერების ორგანიზაციის ხდომაზე არიან. და რა თქმა უნდა ეს არის პატივისცემა. ყველა დელეგატის მიმართ, ხელმძღვანელების მიმართ, ორგანიზატორების, რაც მათ შორის არის ერთ-ერთი როლი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რასაც თავისი ტერმინები სჭირდება, ტერმინების გამოყენება, როგორც პატივისცემა დელეგატო და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ეს არის არც ერთი პლაკატი ქვევით.
რა თქმა უნდა, ამას ყველგან ვიძახი, მათ შორის ჩემმა ტრენერებმა ეგ მიხსენეს და მე ვცდილობ რომ ეგ ამბავი გავავრცელო მაქსიმალურად, რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც არაფერი სათქმელი თუ არ გაქვს, სულ უნდა აწიოს პლაკარდი და იმონაწილო იმ დებატებში, რომელიც მაგ მომენტში არის განხორციელებული. ეს არის და ეს. და ისე ტრადიციულ ფორმებზე რო ახსენე ახლა ეგ მე ალბათ შეიძლება უკვე სახელგანთქმული ვარ მაგით, მაგრამ ზოგადად ახლა შენი ფავორიტი რომელი იქნებოდა რაც გინახავს ახლა მე რას მახსოვს გახო ანუ მოდელირებს მე მახსოვს ყველაზე მეტად რას მომეწონა გაიდის მოდელიებაზე ვიყავ ვიღაცა მოვიდა ბრიტანეთის იგივე ჯარისკაცის ფორმი გიგანტური ასე ქონდა და ესე ხურა და გავლენას კი მოახდინა სერიოზული მაგიმან ფორმა იდეაში სხვათა შორის იშვიათად მინახია რომ სხვა დელეგატებს რაღაც ესეთი გამოჩენილი სამოსი რო გქონდეთ მაგრამ ერთ შეამჩნიე ჩვენს მოდელირებაზე ინდოეთის წარმომადგენელი მთლიან სამოში წამოვიდა კაბაში და თავსაბურში და მინდა აღნიშნო ჩვენი დელეგაცია UWC-ში თუ რამდენად რაღაც ყველას რაღაცა გვეცვა რა მოკლედ მათ შორის რატომაც უნგრეთს ეცვა საბჭოური მუზარადი ხო მაგრამ მაინც რაღაცა როლში იყო შესული მოკლედ ესა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები და ესე ხო მოკლედ აი ეგ შემიძლია აღნიშნო რომ ერთი ეს ინდოეთი და უნგრეთი ჩვენს დელეგაციაში და მათ შორის რა თქმა უნდა მახსოვს პირველ ჯიმნასტიკომასაც ორგანიზატორი როლი მქონდა ისტორიულ კომიტეტში იყო რუსეთი რომელიც ასევე ჩაიცვა რა საინტერესო სპეციფიკური მუზარადი რომელიც რუსეთის იმპერიას ძალიან ახასიათებდა და ეგეც რა თქმა უნდა დამახსოვს ნეტავინი ნეტავინი ხო იცით თქვენი იყო ალბათ და ჩვენს მანზე იქნებოდა მოკლედ ამოიწურა კითხვებიც კომუნიტისგან თქვენ ხო არა აქვთ როგორც ასევე დამხმარებს რამე ხო არ გაინტერესებთ პეტრესგან ბატონი პეტრესგან ატენციონალ აუდიტორია როგორ გახდა ესეთი დიადი ვინახა რა ასეთი მოდული გულთან პრობლემი ასეთი ტანი როგორ დაიწყე ეს სპეციალური აი რამდენი მე ვიმეორე ხო მასტერ კლასი შაბათობით რეგისტრაცია საგაგიზია რა თქმა უნდა კაი ეგ არის და ხო და გაერო ხო და ხო რა თქმა უნდა ჩემ პროექტებზე მოდით ამას ჭერით კაი ხა ისე სამოიჭრება და გაიცოდე სიმპათიური ახალგაზრდა გელოდებით ჯმუს გაჩერდით ნომერი 5-9 რა 5-9-1-6 სამნოლოს აფრიკა ჩაიწერეს თავისი აღარ არის მისამართი ციხესოფლი ზედაზნიშვილის რა კარგი ეს არის და ეს დიდი მადლობა მომბრძანებისთვის თქვენ დიდი მადლობა ვაცხადებთ პირველ ეპიზოდს დახურულად ველოდებით